თილენის პარკების, სიგარეტის ნამწვავები და სხვა ტიპის საყოფაცხოვრებო ნარჩენები ქალაქის ცენტრალურ ნაწილში თუ პარკებში უხვად არის. მიუხედავად იმისა, რომ სანდასუფთავება ამ ტერიტორიას დღეში რამდენჯერმე გვის. ნარჩენები გარემოს დაბინძურების ერთ-ერთი მთავარი წყაროა. სკოლის მოსწავლეებმა ლელამ და ანამ აქედანვე იციან, რომ გარემოს დაბინძურება ბუნებას საფრთხეს უქმნის. პოლიეთილენის პარკები, რომელიც გადამუშავება საერთოდ ძალიან დიდი დრო სჭირდება და ცხოველებსაც ძალიან დიდ ზიანს აყენებს და ასევე პოლიეთილენის ბოთლები, რაც განსაკუთრებულ ზიანს აყენებს ბუნებას. ცუდი შეგრძნებაა, როდესაც მიდიხარ და სიგარეტის ნაწვავს ხედავ, იმიტომ რომ პირველ რიგში ესეც ერთ-ერთი განაგვიანებულია და არასწორი მოსაზრებაა ის, რომ ეს ნაგავია, იმიტომ რომ ჩვეულებრივად ტყეში თუ დავაგდეთ სიგარეტის ნაწვავი, შეიძლება ძალიან დიდი ხანძარი გამოიწვიოს და ამითაც დაზიანდეს ბუნება. სანაგვეურნებს ხშირ შემთხვევაში დანიშნულებისამებრ იყენებენ, თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ნაგავის გადაყრით გარემოს ზიანი არ ადგება, ამიტომ ეს მათი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. საჯარიმო სანქციები არსებობს, თუმცა ეს ქალაქს დიდად არ ეტყობა. ერთ დღესაც როცა დავინახე როგორ ჭამდა მზესუმზირის ნარჩენს მტრედი და როგორ კვდებოდა, მივხვდი რომ ჩემ მზესუმზირის ნარჩენს სხვისი დანაგდებით დაემატება და საბოლოოდ გარდა იმისა რომ მტრედებით და ბუნებაც განადგურდება, ჩვენ ბუნებაც დაზიანდება. მე ჩემი სულ მეჩხუბება ხოლმე, იმიტომ რომ მანქანაში ყოველთვის ვტოვებ პარკიცავსე ნაგავს და ასე ვთქვათ, ამ დიდი ჩხუბის და მიუხედავად მივაღწია იმასაც, რომ ოჯახში დედაც, მამაც და ჩემს მეგობრებსაც ყოველს ის კულტურად დავუნერგე, რომ ნაგავი ატარონ ან პარკით, ან რამე სპეციალური ქაღალდის პარკით და შემდეგ ნაგვის ურნეში გადააგდონ. მოქალაქეების თვითშეგნების ამაღლებისთვის არასამთავრობო ორგანიზაციებიც აქტიურად მუშაობენ. გარემოს დაცვასა და სამოქალაქო აქტივობის საკითხებზე დემოკრატიის მთხრობელთა დასის ჯგუფისთვის დღეს ტრენინგი ჩატარდა. ახალგაზრდები ერთად მსჯელობენ თუ რა არის გარემოს დაცვა და რა როლი შეიძლება კონდეს ამაში თითოეულ მოქალაქეს. ტყეში მდინარის პირას, ზღვის პირას გასული ადამიანი, ტურისტი, დამსვენებელი, რომელიც ანაგვიანებს, იქ რა თქმა უნდა ზიანი ადგება ბუნებას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც საუბარი არის უხრწნად, ასე ვთქვათ, პოლიეთილენის ან პოლიმერული ნაწარმის დატოვებას ადგილებში, რაც საკმაოდ დიდი პერიოდის განმავლობაში ფაქტიურად უშლადია და ეს რა თქმა უნდა ბუნებას ზიანს აყენებს. ადამიანი რჩება დედამიწაზე, ასე ვთქვათ, ძალიან ცუდ არსებად, მოდით ესე ვთქვათ, ვირუსად, რომელიც იყენებს მის რესურსებს, ანაგვიანებს, აბინძურებს გარემოს და ფაქტიურად დაღუპვამდეც კი მიყავს დედამიწა საბოლოო ჯამში, შედეგი ალბათ ეს იქნება. ჩვენ უბრალოდ ვიბრძვით იმისთვის, რომ რაღაც ეს აგონია გავახანგრძლივოთ. საქართველოში ევროკავშირთან შედარებით ორჯერ მეტ პოლიეთილენის პარკს მოიხმარენ. საშუალოდ საქართველოს მოქალაქე წელიწადში 525 პოლიეთილენის პარკს იყენებს. მაშინ, როდესაც ევროკავშირში ეს მაჩვენებელი 200-ია. პარკების გამოყენების სიმცირის გარდა ევროკავშირში ნაგავს ახარისხებენ და ამუშავებენ. საქართველოში კი ნაგავსაყრელები ღიაა და გარემოსთვის საშიში პარკები და ნამწვავები ქუჩაში ყრია.